Major principles of my policy will be based on the national interests of Ukraine. ვიქტორ იანუკოვიჩი ამტკიცებს, რომ კრემლის მარიონეტი არ არის და პრეზიდენტის რანგში გადაწყვეტილებების მიღებისას საკუთარი ხალხის და არა რუსეთის ინტერესებით იხელმძღვანელებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია CNN-ისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. რეგიონების პარტიის ლიდერის თქმით, რუსეთთან და ევროკავშირთან უკრაინის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით განისაზღვრება. რუსეთთან ურთიერთობის მთავარ პრიორიტეტად კი მან ენერგეტიკული მიწოდების სტაბილურობა დაასახელა. იანუკოვიჩი ამბობს, რომ გადადგამს ნაბიჯებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად. პირობას დებს, რომ გააერთიანებს არჩევნების შემდეგ ორ პოლიტიკურ ბანაკად გაყოფილ უკრაინას და 10 წლის შემდეგ უკრაინა მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების 20-ში შევა. იანუკოვიჩმა ნატოსთან ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, კიევი ნატოსთან თანამშრომლობას გააგრძელებს, თუმცა ალიანსში გაწევრიანების საკითხი საერთო სახალხო რეფერენდუმზე გადაწყდება.